პარლამენტმა ასევე ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაამტკიცა. ქართული ოცნების და ხალხის ძალის ერთობლივი ინიციატივით კანონმდებლობა მკაცრდება განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები მომხმარებლებსაც უწესდებათ. დაგეგმილი ცვლილებებით ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მცენარე კანაფის და მარიხუანას რეალიზებისთვის სასჯელი მაქსიმალური იქნება და ნარკორეალიზატორებს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დაგეგმილი ცვლილებებით თუ პირს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ავტომობილის მართვის უფლება 3 წლით აეკრძალება და იარაღთან დაკავშირებული უფლებებით შეეზღუდება. გარდა ამისა, 5 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლება აღარ ექნება. ინიციატივის თანახმად მოსამართლის დისკრეციით პირს დამატებითი სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა იმ შემთხვევაში დაიკისრება, თუ მას სისხლის სამართლის სხვა დანაშაული უკვე ჩადენილი აქვს. ნარკოტესტზე კი უარის თქმის შემთხვევაში მოქალაქე ნარკომომხმარებლის მსგავსად ადმინისტრაციული წესით დაისჯება და ანალოგიური შეზღუდვები დაუწესდება. ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ნარკოტიკების გადაცემა ერთი მხრიდან ერთი ნარკოდამოკიდებულის მხრიდან მეორე ნარკოდამოკიდებულისათვის, რაც თავის თავში მოიცავს რა თქმა უნდა გასაღებასაც და მეორე მხრივ ის ნარკორეალიზატორები, ადამიანები, რომლებიც ყიდიან ან სხვა სარგებელს იღებენ, ვაჭრობენ ნარკოტიკებით, ყიდიან სიკვდილის ფორმულას და ცდილობენ რომ სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერება ააწყონ. მიდგომა იქნება ზუსტად ისეთივე, როგორც არის მკვლელებისადმი დამამძიმებელ გარემოებებში და შესაბამისად ნარკოტიკების გასაღება მცირე ოდენობით იგულისხმება აქ ის ოდენობები, რომლებიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, გამოიწვევს პასუხისმგებლობას 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობის სახით, ხოლო დიდი ოდენობის შემთხვევაში 14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა. სისხლის სამართლის კოდექსს დამატებითი სასჯელის სახით და ფორმად დაემატოს სავალდებულო მკურნალობა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არიან დავალდებულები, მათ შორის ნარკომანიით, ანუ ნარკოდამოკიდებულები არიან და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს ექნება დისკრეცია, რომ მიიღოს დამატებითი სასჯელის სახით გადაწყვეტილება თავის განაჩენში და კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოყენებული იქნას სავალდებულო მკურნალობის მექანიზმით. მინდა შევეხო იძულებით სავალდებულო, იმიტომ ორივე ტერმინი იქნა გაჟღერებული. ეს რომ დააზუსტოს რა ფორმით იქნება ეს თქვათ მისი იზოლაცია როგორ მოხდება, პირობები როგორ იქნება და ასევე მექნება შემოთავაზება, რომ არ ვიხმაროთ ტერმინი არც იძულებითი და არც სავალდებულო და გამოვიყენოთ არა ნებაყოფლობითი მკურნალობა. სავალდებულო მკურნალობა ენიშნება პირს მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაენიშნება. თუ მას ამავე დროს ჩადენილი აქვს დანაშაული და სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით დამატებით დაენიშნება. იმის გამო, რომ ნარკოტიკული თხრობის ქვეშ იყო, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც თქვათ დაანებებს თავსთან აღარ იქნება, გაუვა ამ სასჯელს და ხელმეორედ უნდა ჩააბაროს მართვის მოწმობისათვის გამოცდები. რამდენად გამართლებულია ხელმეორედ გამოცდების ჩაბარება ამ უფლების დასაბრუნებლად. სწორი და უპრიანია, რომ ზუსტად იგივე მოცემულობა იყოს, რაც ეს არის ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში. ამას საუბრობთ იწევან, რომ თუ ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მართვის მოწმობას ხელახ ჩამორთმეული აქვს ადამიანს და არ თხოვთ გამოცდას, მაშინ ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც არ უნდა მოვთხოვოთ. უბრალოდ ეს საკითხია, რომელიც მეორე მოსმენის დროს უნდა დაზუსტდეს, მაგრამ რაც მთავარია, მიდგომა რომ იყოს ერთი და იგივე ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ ყოფი ადამიანის თვალსაზრისით და ამავდროულად ნარკოტიკების მომხმარებლის მხრივ.